ესალმებით ყველას ირაკლი სავარაუდოდ უკვე უახლოვდებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ზუსტად ერთ კვირაში იმედის კვირის მაყურებელს შევატყობინებთ რომ ვაქცინაცია დაიწყო და სწორედ ამ დროს ერთ კვირაში ჩვენ გაჩვენებთ პირველ კადრებს თუ როგორ დაიწყება აცრა იმუნიზაციის პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გერმანია კი სადაც ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური რეპორტაჟი გერმანიამ ვერ აიცილა თავიდან მეორე ტალღის დროს ლოკდაუნი ეს წარმოუდგენელიც იყო ქვეყნის ჩაკეტვის გარეშე ამ პერიოდის გავლა იმ მონაცემებიდან გამომდინარე რაც მოდიოდა და ვგებულობთ ყოველდღიურად ინფიცირებულების შესახებ და მით უმეტეს, როდესაც არის ყველაზე სარისკო თვე ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მოდის შობა და ახალი წელი. ამიტომ ქვეყანა ჩაიკეტა და აქვთ დიდი იმედი იმის, რომ ეს შეამცირებს ვირუსს. დეკემბერი გერმანიისთვის ირაკლი არის შავი თვე პანდემიის დროს, ვინაიდან პირველ სამ კვირაში გარდაიცვალა 10,000 ადამიანი და გაორმაგდა და ამით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თვე დასრულებული ჯერ არ არის. ცარიელი ბერლინის ქუჩები არის დემონსტრირება იმის, რომ ასეთი დაუნდობელია მსოფლიოს ნომერ პირველი მტერი დღეს, რომელსაც ჰქვია COVID-19. ახლა მთელი ყურადღება ირაკლი მიპყრობილია დიდი ბრიტანეთისკენ, სადაც ითქვა, რომ აღმოაჩინეს COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯერ კორონავირუსის შესახებ, ამ ახალი ბრიტანული ვარიანტის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. ვირუსის შეკავების მიზნით მიმოსვლა შეწყვიტა გაერთიანებულ სამეფოსთან, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ და ამ წუთებში გადაწყვეტილებას იღებენ გერმანიაში და საფრანგეთში. იმუნიზაცია იწყება და მანამდე ვნახოთ თუ როგორ ელოდება ვაქცინაციას გერმანია, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი და წითელი ზონა. ვირუსის ხელახლა აფეთქებამ გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. COVID-19-მა დედაქალაქის ქუჩები ამჯერად გააუკაცრიელა და ფილმის კადრებს დაამსგავსა. ასეთია ბერლინი დღეს, ქალაქი, სადაც შედარებისთვის საქართველოს მთელ მოსახლეობაზე მეტი 3,700,000 ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც უხილავი მტრის გამოჩენამდე წელიწადში 135 მილიონი ტურისტი ჰყავდა. ბერლინის აეროპორტი ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, სადაც გაიხსნა ჩამოფრენის დარბაზში COVID-19-ზე სპეციალური ტესტირების ცენტრი. სურველების რაოდენობას თქვენ ხედავთ, მხოლოდ ერთი მოთხოვნაა, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მას აქ ტესტს არ ჩაუტარებენ. ეს გადაწყვეტილება მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს. ევროპის ყველა ქვეყანა წითელი ზონაა, ამიტომ ტესტი ხელსაყრელია უსაფრთხოდ მგზავრობისთვის. პასუხი 24 საათშია. პანდემიის პირველი ტალღისას გერმანია იმ გამონაკლისი ქვეყნების სიაში იყო, რომლებიც ჩემპიონის სტატუსით სარგებლობდნენ. ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიო რუკაზე რიგით მეხუთეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით COVID-19-ით ნაკლები გარდაცვლილი ჰყავდა. აპრილში ინტენსიურ განყოფილებებში 40,000 საწოლი ჰქონდათ. სამედიცინო პერსონალით და საწოლ ფონდით გერმანია ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყო. ფეხზე დააყენა ასობით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ინფიცირებული იტალიიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან.
კვირაში ლოკდაუნის მეორედ გამოცხადებას პანდემიის დროს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური სტატისტიკა 952 ადამიანის გარდაცვალება დაემთხვა. კრიზისული დეკემბერი ყოველდღიურად საშუალოდ 10,000 ინფიცირებულით დაიწყო და კვირის ბოლოს 31,500 გადააჭარბა. Einmischen. Ich will nur sagen, wenn wir jetzt vor Weihnachten zu viele Kontakte haben und anschließend es das letzte Weihnachten mit den Großeltern war, dann werden wir etwas versäumt haben. Das sollten wir nicht tun. გერმანიის კანცლერის ეს ემოციური გამოსვლა არაერთმა გამოცემამ პანდემიური 2020-ის საუკეთესო სიტყვად დაასახელა. ანგელა მერკელი ამაყობს, რომ COVID-19-ის პირველი ვაქცინის სამედიცინო სასწაულის სამშობლო გერმანიაა და ამაში უდიდეს წვლილს გერმანიაში თურქეთიდან 1965 წელს 4 წლის ასაკში ჩასული უგურ საჰინი მეუღლესთან ერთად შეიტანს. მაინტერესებს დილით ყავის დალევის დროს უთხარით ერთმანეთს, რომ ეს არის ის, რასაც ახლა გააკეთებთ, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. ზუსტად მახსოვს, საუზმობდით. ეს იყო 24 იანვარი. პროფესორმა საჰინმა ვუჰანზე სტატიის წაკითხვის შემდეგ მითხრა, რომ მანე პანდემია გვემუქრებოდა. ეს ყველა მოგვიანებით გააანალიზა. მან დაგვარწმუნდა კომპანია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაზე მუშაობიდან უნდა გადართულიყო და მთელი რესურსი მოეხმარა ახალი ვაქცინის შესაქმნელად. ჩვენი მიზანი იყო შეუძლებელი შესაძლებელი გაგვეხადა. გერმანიაში ჯერჯერობით 10 იანვრამდე დაკეტილია მაღაზიები, სილამაზის სალონები, კაფეები, ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები. ბრანდენბურგის კარიბჭესთან ცენტრალური ნაძვისხე დამთვალიერებლის გარეშეა დარჩენილი. ხალხი აქ ვერც 31 დეკემბერში იკრიბება იმ წლის ბოლო წუთის ასათვლელად, რომლის დასრულებაც ყველას გვეჩქარება. აკრძალულია ალკოჰოლი და ფოიერვერკები. ახლა სახლში ყოფნის დროა. იმედის კვირა ბერლინში ბუნდესტაგის წევრს ჯანდაცვის კომიტეტის სპიკერს ესაუბრა. დიდი იმედი გვაქვს გერმანიის მოსახლეობას ყველასთვის მძიმე ვითარებაში ექნება საკმარისი მოთმინება. ეყოფა ძალა და ენერგია ვიდრე თითოეული მათგანი ვაქცინას მიიღებს. ვფიქრობთ გვიანი ზაფხულისთვის შედარებით გაუმჯობესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ყველას ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში, იყავით თქვენს ოჯახში და არ შეეცადოთ აღნიშნოთ ახალი წელი ისე როგორც ადრე. ჩვენი დროის პანდემია მომავალი თაობებისთვის კინოსურათებში, თეატრის სცენასა თუ წიგნებში რომ აისახოს, ამაზე დღესდღეობით სახლებში გამოკეტილი მწერლები და რეჟისორები მუშაობენ. იმედის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბერლინში მცხოვრები რეჟისორი დიტო ცინცაძე გვიყვება, რომ ახალი ფილმის გადაღებებს თებერვალში გეგმავს. არ გაგიკვირდებათ, რომ ცინცაძის ახალი კინოსურათი დაკეტილ სივრცეზეა. არის იდეა რომელსაც ახლა ვწერთ, რომელიც ხდება ერთ ჩაკეტილ სამყაროში, რაღაც ვილაზე თუ რაღაცა სახლში, სადაც სულ 4 გმირია. თვითონ რეალურად ფილმის გადაღება ესეთ პირობებში ძალიან ძნელია. იმიტომ რომ არაფერი არ მუშაობს, ყველა შეშინებულია, ხა მასკებით ხო არ გმირები მსახიობები მასკებით ხო არ ითამაშებენ, ამიტომ უამრავი რაღაც უნდა გაიარო. შემოწმება, გააქვს თუ არა ვირუსი, რამდენჯერმე ალბათ თვეში, ხო მე არ მიმუშავე ეს პირობებში ხოლმე. ვიცი რომ ესე ხდება, ძალიან რთულია. დიტო ცინცაძე ვაქცინაზეც გვესაუბრა და ეგრეთ წოდებულ ანტივაქსერებზეც. მე აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას, იმიტომ რომ მინდა ჯერ კიდე რამდენიმე წელი ვიცოცხლო კიდე. რა დაჩიპოაზე ლაპარაკობთ, ხალხო ნუ გამაგიჟდით. აქ არის ლაპარაკი სიკვდილ სიცოცხლეზე, ეს არის სერიოზული პანდემია, სერიოზული ვირუსი და ხოცავს ხალხს. ვაქცინაცია გერმანიაში 27 დეკემბერს დაიწყება. პირველ ეტაპზე ხანდაზმულებს და სამედიცინო პერსონალს აცრიან. საუბარია ჯერ 8 მილიონ ადამიანზე. ქვეყანას ვაქცინის 200 მილიონამდე დოზა სჭირდება. ამ სიუჟეტში ჩემი შვილი უნდა გაგაცნოთ. ლიზი ბერლინში ცხოვრობს, სწავლობს და ძალიან მალე ვაქცინაციის ცენტრში დაიწყებს მუშაობას. შეხვედრა 2 წითელზონელის. მოგვიყევი, როდის იწყებ და რას გააკეთე?
გერმანიაში ვაქცინასთან ერთად სჭირდებათ დიდი ადამიანური რესურსი ამ ვაქცინის ადმინისტრაციისთვის სპეციალურ სავაქცინაციო ცენტრებში ყველანაირი უსაფრთხოების წესის დაცვით. კონკურსის გამოცხადებისთანავე შევიტანე ჩემი განცხადება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიდ გამოცდილებას მივიღებ და ასევე შევძლებ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ კორონავირუსის დამარცხებაში. ბერლინში ვაქცინაციის მინიმუმ 6 ცენტრი იქნება. ერთ-ერთი აქ, მე-11 პავილიონში გაიხსნება. მე ახალგაზრდა ვარ და ვაქცინისთვის ჩემს დროს ველოდები. მანამდე ყველამ თავს უნდა მოუვაროთ. დღეს მთავარია ექიმების და ხანდაზმულებისაც რა. მათ ვაქცინა ჩვენზე მეტად სჭირდებათ. 46 მილიონი ბოლო გამოკითხვით მხარს უჭერს ვაქცინაციას და ეს მახარებს. მანამდე ლოკდაუნი ერთადერთი გამოსავალია. ბერლინში ყოფნისას გერმანიაში საქართველოს ელჩს ვესტუმრეთ. ლევან იზორია პანდემიის დროს შეუდგა მისიის შესრულებას და ამბობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად რამდენიმე ახალი ინიციატივა განხორციელდა. შეიქმნა გერმანულ-ქართული ფორუმი ბუნდესტაგის წევრების ინიციატივით 8 დეპუტატი არის გერმანიის ბუნდესტაგიდან გაწევრიანებული ამ ფორუმში და ფორუმის ამოცანა სწორედ კიდევ უფრო დამატებით ხელი შეუწყოს ამ ჩვენი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას, გახადოს საქართველოს ცნობადი გერმანიისთვის, რატომ იმსახურებს ეს ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციას. გერმანიის პრეზიდენტის სასახლეა ბერლინში. იმ დროს, როდესაც დედაქალაქის ქუჩების ძირითადი ნაწილი ცარიელია, სასახლის წინ საღამოს ხალხი უსაფრთხო დისტანციის დაცვით იკრიბება. განათებული ნაძვის ფონზე COVID პანდემიას ფერადი ინსტალაცია მიუძღვნეს. გამბედაობა, მოთმინება, პატივისცემა, სინათლე, იმედი, სურვილი. ის სიტყვები იწერება, რისიც წაკითხვაც თუ მოსმენაც ყველას ძალიან გვჭირდება. მოდით ერთად დგომით პანდემია მალე ისტორიას მივაკუთვნოთ. ეს ინსტალაციის ძირითადი მოწოდებაა და გზავნილი ბერლინიდან მსოფლიოს.